არის პირველები 6-ზე და გიყვებით ახალ ამბებს. საგანგებო შეკრება ოცნების ცენტრალურ ოფისში, იქ ახალგაზრდების მობილიზება. TV1-ის კამერამ გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ ივანიშვილის პარტიის ოფისში ათეულობით ახალგაზრდა გადაადგილდება. როდესაც ვკითხეთ, რა უნდათ იქ, გპასუხობენ, რომ ოცნებამ ისინი მთავარ ოფისში კალათბურთის საყურებლად დაპატიჟა. რისთვის ემზადება ივანიშვილის პარტია? ნანუკა ქაჯაია პირდაპირ ეთერში. დიახ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და გადავიღეთ კადრები, თუ როგორ შედიან ამ ოფისში ახალგაზრდები, ძირითადად სხვადასხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელები შევნიშნეთ, ჩვენ ამოვიცანით, მათ შორის და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები. თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, როდესაც ვცდილობთ მათთან გასაუბრებას, მათ გადაღებას, კამერებს ზერიდებიან, ეუხერხულებათ, რომ ჩდნენ, როგორ შედიან ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში, ნაწილი მათი მალავდა სახეს, აი ახლაც არ წყდება ნაკადი, შეიძლება ითქვას ახალგაზრდების, რომლებიც მოდიან და შედიან ქართული ოცნების ოფისში. ერთ მხრივ თითქოს არაფერი არ არის უცნაური, ახალგაზრდებს სურთ, რომ ერთად უგულშემატკივრონ კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს, თუმცა უცნაური არის ის, რომ მათ უდიდეს ნაწილს ეუხერხულებოდა დღეს საუბარი კამერასთან გამოჩენა, ცდილობდნენ დაემალათ სახე, ნაწილი აკეთებდა იმიტაციას, რომ თითქოს არ იყვნენ მოსული ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში. მაგალითად ეს გოგონები აქ დგანან იმისთვის, რომ არ მოხდეს კაცი, რომ ისინი შედიან ქართული ოცნების ოფისში, თუმცა როგორც კი ჩვენი კამერა მოშორდება თვალს ოდნავ ტერიტორიას შევიცვლით, ისინი შედიან ცენტრალურ ოფისში იმისთვის, რომ უგულშემატკივრონ. ფაქტი არის ის, რომ დღეს კითხვები ბევრი იყო ამ ახალგაზრდებთან, გვაინტერესებდა ვისი ინიციატივით მოიწვიეს ისინი ქართული ოცნების ოფისში და რა სიტყვდნენ იმ ძალადობაზე, რომელსაც მათ თანატოლებს უწყობს ქართული ოცნება და ქართული ოცნების მხარდამჭერები ტიტუშკები, თუმცა პასუხები კითხვებზე ჩვენ დღეს აქ ვერ მივიღეთ. სახის გამოჩენა გესირცხვილებათ, არ გინდათ? ესე გერიდებათ ქართული ოცნების ოფისში მოსვლა? სახეს რატომ ალავთ? მაინტერესებს. სახეს რატომ ალავთ? სხვენიათ აქ მოსვლა? ტიტუშკები რომ ძალადობდნენ ქალებზე, ტიტუშკები რომ ძალადობდნენ თქვენი ქალებზე, იმაზე რას გვეთქვით? ეს არის თქვენი კაცობა? რისთვის მოხვედით აქ? რისთვის მოხვედით აქ? ვინ გთხოვათ რომ აქ უნდა მოხვიდეთ? რისთვის მოხვედით? აი, ქართული ოცნების გვერდით თქო მარკს ხვენია თქვენ სტოლებს რომ უსწორდებიან. გამარჯობა, რისთვის მოხვედით აქ? ვინ გთხოვათ რომ აქ უნდა მოსულიყავით? გეუხერხულებათ იმ პარტიის გვერდით თქომა, ვინც თქვენი ასაკის ადამიანებს უსწორდება. ქალებზე მოძალადეებს რომ უსწორდებიან ამ პარტიის გვერდით თქომა, არ გეუხერხულებათ? რას გვეთქვით? ვინ გაიძულათ აქ მოსვლა? თქვენი ნების საწინააღმდეგოდ მოხვედით? თუ მოხვედით ნების საწინააღმდეგოდ და გითხარით რა, რისთვის მოხვედით აქ? რატომ სხვენიათ სახით გამოჩენა კამერაში, რატომ არ გინდათ რომ გამოჩნდეთ? გითხარით, აი რისთვის მოხვედით აქ და საიდან მოიყვანეთ? და უგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ძალიან სხვენიათ, რატომ გეუხერხულებათ შესვლა, რატომ არ გინდათ კამერაში რომ გამოჩნდეთ? გეტყვით? ასეთი ავითარება ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან. პარალელურად მე გეტყვით, რომ დღეს ზუსტად 7 საათზე შეკრება არის დაანონსებული რესპუბლიკის მოედანზე ევროპული მომავლის მცველები, ის ადამიანები, რომელთაც მელიქიშვილის გამზირზე ქართული ოცნების ორგანიზებით ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის გაუსწორდნენ ქალებს, ჟურნალისტებს, გაუსწორდნენ პოლიციელებს. ამ ქმედების გასაპროტესტებლად ევროპული მომავლის მცველები შეიკრიბებიან სწორედ რესპუბლიკის მოედანზე 7 საათზე და მსვლელობით ისინი გადაინაცვლებენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. დღეს პროტესტის ეპიცენტრი სწორედ ეს ადგილი იქნება. აბსოლუტურ პანიკას აჩვენებენ, ხო? ეგ არის მდგომარეობა, რა მდგომარეობაში დღეს არის ივანიშვილის გუნდი და მარტივი ჭეშმარიტება უნდა ესმოდეს საზოგადოებას. კი, მათ გამოიწვიეს ხალხი, ეს ხალხს არ გაუკეთებია, მათ გამოიწვიეს. ქალბატონები, გოგონები სცემეს, მამაკაცებს, ახალგაზრდა ბიჭებს 10-15 კაცი დაესია და ეს არ არის კაცური ვაჟკაცური საქციელი, არც ქრისტიანული საქციელია და არც ადამიანური და არაფერში არ ჯდება. და ამასობაში კი მათ ექნებათ ეს პრობლემა მელიქიშვილის გამზირზე, თუმცა ერთ რაღაცაზეც უნდა შევთანხმდეთ. მუდმივად ჩვენ ველოდებოდით ივანიშვილის განაჩენს. ახლა 4 ოქტომბერს ივანიშვილი ელოდება ხალხის განაჩენს და არიან ანერვიულებულები. ეხლა ნახონ როგორია მოლოდინი რა განაჩენი დაუდგება. ეს რაც ხდება არის აბსოლუტური იდიოტობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მისულებენ და საგამოძიებოქმედებას კალაძის ბანერთან ატარებენ, როცა ვნახეთ ახალგაზრდა გოგონებს როგორ გადაუარეს მაგ ოფისიდან გამოსულმა არსებებმა და ასევე ყველაფერი უნდა იყოს ადეკვატური, სანამ ამგვარ არადეკვატურობას ხედავენ ადამიანები, შეიძლება ავისი ყველანაირი ლოგიკის გარეშე გააგრძელონ ისევ ის ქმედებები, რასაც აკეთებენ. პროცესმა აჩვენა, რომ ხალხი არაფერს არ შეგუებია და ადამიანები აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას და მე ვფიქრობ, ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება და სანამ ეს რეჟიმი არ დაემხობა და ხო, მათ ჩემი აზრით ეს ყველაფერი ძალიან აბრაზებთ ნამდვილად და იმიტომ მოლოდინი ქონდათ რომ ჩორ იმუშაობდნენ იქ რაღაცა მოიწვევდნენ რაღაც სოეცკი ბრალებში ისექნებოდა წვეულებები იქ და ვიღაცა მე ვფიქრობ რომ მანამდე ყოველდღიურად სანამ ეგ ოფისი მაგ იქნება აჩვენა რომ არაფერს არ დასრულებული ქართული ოცნება ვერც ცემით, ვერც გინებით, ვერც სისხლის სამართლის საქმეებით აღსვრით ვერ აშინებს მშვიდობიან აქციის მონაწილეებს. შეკრება დღესაც დაანონსებულია, პროტესტს მმართველი პარტია დღესაც ნახავს. პირდაპირ ეთერში ნანუკა ქაჯაია საუბრობდა და ამის პარალელურად კალაძის შტაბთან მელიქიშვილს ესახის ამომცნობი კამერები დაამონტაჟეს. სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კალაძე აქტივისტებს დაჭერით დაემუქრა და როგორც ჩანს ახლა უკვე მოქმედებაზე გადავიდნენ და აპირებენ ყველას იდენტიფიცირებას, ვინც საარჩევნო შტაბთან აქციაზე მივა, მაგრამ ხალხს ეს არ აშინებს. 7 საათზე ფილარმონია, 8 საათზე მელიქიშვილი, კალაძის საარჩევნო შტაბი დღეს იქ აქცია ისევ გაიმართება. ხატია სამხარაძეა პირდაპირ ეთერში. მშვიდობიანი დემონსტრანტების პროტესტმა როგორც ჩანს კახა კალაძე და ქართული ოცნება ისე შეაშინა რომ ისინი გაძლიერებულად არიან გადასულები იმაზე რომ ამოიცნონ ყველა ვინც დგას სწორედ მისი შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე და შემდგომ უკვე როგორც დაემუქრა კალაძე საზოგადოებას მოხდეს რეაგირება ნაწილი მათგანი ალბათ დაიჭირონ და ნაწილი დააჯარიმონ. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ძალიან კარგად იმ კამერებს რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაამონტაჟეს აქ ხოლო კითხვაზე ვისი დავალებით არის ეს კამერები აქ დაყენებული შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაავალა თუ არა ის რომ აქ გაძლიერებულად უთვალთვალონ მშვიდობიან დემონსტრანტებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ ცალსახა პასუხები ასევე კითხვების დასმა ვცადეთ ჩვენ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებთან და ქართული ოცნების მხარდამჭერებთანაც რომლებიც აქ არიან პერიოდულად მობილიზებულები და არც ეს მომენტი იყო გამონაკლისი თუმცა კითხვაზე რატომ გახდა გაძლიერებული კამერების დაყენება და ზოგადად თვალთვალი მშვიდობიანი დემონსტრანტების საჭირო გვეუბნებიან იმას რომ აქ ადამიანები არ მოდიან მშვიდობიანად როგორც ჩანს მათ ისევ აქვთ იგივე განზრახვა რომ მათმა კამერებმა არ დაინახოს ქართული ოცნების წარმომადგენლების მხარდამჭერებისა და ეგრეთ წოდებული ტიტუშკების ძალადობრივი ქმედებები და ისინი როგორც ჩანს საკუთარ კამერებს კვლავ ისევ ამოაცნობინებენ იმ მშვიდობიან დემონსტრანტებს რომლებიც არაძალადობრივად და დემოკრატიულად გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. ახლა ამ პერიმეტრზე რამდენიმე კამერა არის დამატებული და როგორც ჩანს ეს კიდევ ერთი ცალსახა დადასტურებაა იმისა რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს ძალიან ეშინია აქ არსებული პროტესტის რადგან მან დაინახა ის მუხტი რომელიც არ ცხრება ამის ნათელი დადასტურება ამათ შორის დღეს დაგეგმილი აქციებიც რადგან კვლავ იქნება მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი კახა კალაძის შტაბის მიმდებარე ტერიტორია და ამას ემსახურება მათი მხრიდან ამ პერიმეტრზე კამერების გაძლიერებული რაოდენობით დაყენებაც. ისი დავალებით ხართ აქ მოსული შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგავალათ რომ აქ კამერები დააყენოთ? ისი დავალებით აყენებთ ახლა აქ კამერებს? გაგიჭირდათ ადამიანების სახის ამოცნობა ამ დროის განმავლობაში და ეს დამატებითი კამერები იმისთვის გახდა საჭირო რომ მშვიდობიანი დემონსტრანტები დააკავებინოთ შემდეგ და დააჯარიმებინოთ? გაძლიერებულ თავდაცვაზეა გადასული კახა კალაძე და ახლა დამატებით კამერებს გაყენებინებთ? ადამიანი მუშაობს აგენდა იმასთან ვაფშე არა აი ვინ გამოგზავნა ხო უნდა ვიცოდეთ რატომ აყენებს კამერებს იქ სადაც ადამიანები ყოველდღე გამოდიან ლოგიკა გაგაჩნია თავის სამსახურის უფროსი გამო არა ჩვენ ძალიან კარგად გაგვეჩნია ლოგიკა მეგონა რომ რაღაცას აკრავს ეგ გააცნობს არა ფაქტია კამერებია და საკმაოდ მე არ მუშაობ მხარდამჭერი ვარ მე ხო მხარდამჭერი რო ხარ ძალიან საინტერესოა ვისი გადაწყვეტილებით და ვისი დავალებით ყენდება ეს არის ლევან მაჭავარიანი და იქით მშვიდობიანი დემონსტრანტების მშვიდობიანი დემონსტრანტი მე აქ ვარ 4 სექტემბრიდან ყოველდღე მშვიდობიანი დემონსტრანტი აქ არ მოსულა აბა როგორი დემონსტრანტები მოვიდნენ მოძალადე და აქედან რომ რაღაც დამამცირებელი ჟესტები იყო ფურთხება იყო ხალის დახრჩობის ძალიან ბევრი ადამიანია ხალის დახრჩობის ცდელობა რა აქვს მოდის ძალიან ბევრი ადამიანი თუ აყენებენ ძალიან კარგია თუ ამის აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ქართული ოცნება თავის დაცვისა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის ახალ ფაზაში არის გადასული. ამის ცალსახად დადასტურება ის კამერები, რომლებიც აქ დააყენეს სულ ცოტა ხნის წინ. მე ვეცდები, რომ ყოველი მათგანი გაჩვენოთ პრაქტიკულად კამერების ალყაში არის მოქცეული მთელი ის პერიმეტრი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში არის მოვლენების მთავარი ეპიცენტრი, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეები ყოველდღიურად მოდიან და საკუთარ სათქმელს აფიქსირებენ სწორედ კალაძის შტაბის მიმდებარედ, მაგრამ როგორც პასუხებიდან გამომდინარეც გავიგეთ, როგორც ჩანს ახლა კალაძე აპირებს, რომ საკუთარ კამერებს არ ამოაცნობინოს საკუთარივე მხარდამჭერები და ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, რომლებიც ახრჩობენ ქალებს, რომლებიც დამამცირებელ ჟესტებს აჩვენებენ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ასევე თავს ესხმიან კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, როგორც ჩანს ეს კამერები კვლავ მიმართული იქნება იმ ადამიანებისაკენ, რომლებიც საკუთარ სათქმელს დემოკრატიულად გამოხატავენ. იქ, სადაც ამის სრული უფლება აქვთ კანონის, ასეთი არის ახლა მოცემულობა მელიქიშვილის გამზირზე. მიუხედავად ამისა, აქ მაინც ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა და დღეს საღამოსაც გააჟღერებს საპროტესტო აქციების ჰიმნად ქცეულ სიმღერას და გარდა ამისა იქნება ის შეძახილები, რომლებიც ასე ძალიან არ უყვარს ქართულ ოცნებას და რომლითაც ეშინია ბიძინა ივანიშვილის გუნდს. ჩვენ კიდევ ერთხელ გაჩვენებთ იმ კამერებს, რომლებიც ამ პერიმეტრზე არის დამონტაჟებული და კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზის იმ ფაქტს, რომ კახა კალაძე და ქართული ოცნება ახლა უკვე დაკავდნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დევნით, რასთან დაკავშირებითაც მუქარა კალაძემ უკვე გააჟღერა. უწყვეტი პროტესტი კალაძის შტაბთან. ჩვენი რეპორტიორები სპეციალურად რვიანისთვის უკვე მოვლენების ეპიცენტრში მუშაობენ. 13 სექტემბერი 19 საათი. დიდი აქციისთვის მზადება დაწყებულია. მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანას რუსულ უმცირესობას არ დაუთმოთ. თქვენს დღეს კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერებმა შაბათს 13 სექტემბერს დიდი პროტესტი თესეუდან მსვლელობით დაიწყება და რუსთაველზე დასრულდება. ეს იქნება გზავნილი ყველასთვის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ქართველი ხალხი მზად არის იბრძოლოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ნახეთ, რომ როდესაც ჩვენ ვდგევართ ერთად და ხმამაღლა საუბრობთ ჩვენი ქვეყნის დასავლურ ღირსეულ მომავალზე, ჩვენ მივიწევთ წინ. ჩვენ ეს ქვეყანა არ უნდა დაუთმოთ რეჟიმს, რომელსაც უნდა რომ ჩვენ მოგვაქციოს იზოლაციაში, წაგვართვას ღირსება, წაგვართვას ადამიანობა, წაგვართვას ევროპული მომავალი. მოგიწოდებთ ყველას თბილისში, საქართველოში, მთელი საქართველოს მასშტაბით 13-ში 17 საათზე დავიმოვიყაროთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, მარშით გადავინაცვლოთ მელიქიშვილის გამზირზე, ჩვენი პროტესტი გამოვაცხადოთ, უთხრათ საკადრისი და სათქმელი არსებულ რეჟიმს. ის, რასაც აკეთებს ახლა რუსული რეჟიმი, არის ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა, ქვეყნის რუსეთთან დატოვება, ჩვენ ისტორიულ მტერთან. საქართველოს იზოლაცია და რუსეთთან დარჩენა მოგცემს მარცხს. ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ სამართლიანი და ღირსეული საქართველო და ამისთვის ვიბრძვით. 13 სექტემბერს 5 საათზე შევიკრიბებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ვინ დააკვირდება ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში? ეთიოპია, ტუნისი, სამხრეთ აფრიკა, ყირგიზეთი. ქართულმა ოცნებამ თანხმობა ამ ქვეყნებიდან მიიღო. მაშინ, როდესაც ყველაზე ავტორიტეტულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ეუთომ კობახიძის მიწვევაზე უარი თქვა, ოცნება აფრიკული და აზიური ქვეყნების იმედზე დარჩა. მე ამ გადაწყვეტილებასაც ველოდებოდი, რომ ისინი არ ჩამოვიდოდნენ იმის გათვალისწინებით, ჩვენ თუ გავიხსენებთ, რა დღე დააყარეს მათ მიერ გაკეთებულ საბოლოო დასკვნას და შეფასებას საპარლამენტო არჩევნებზე. ჯერ ხო გადაუარეს ფეხქვეშ გათელეს დასკვნა, რომელიც იქნა წარმოდგენილი, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულმა აგენტებმა, ქვეყნის გარეთ იმ ბოროტმა ძალებმა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ხალხს ებრძვის დღეს. და მესმის ახლა ამ ორგანიზაციის, ხო, თავშეკავებულები არიან და არ უნდათ ისევ ამ სიბინძურეში გაიქცნენ. ასეთი იყო ახალი ამბები 6